ხამი მშვიდობის. ორის ნახევარია ხამის. მე აქ ესენი დევს დაკეცილები და კომენტარებს გადავხედავ მეთქი და კომენტარი რო დავინახე, არ შემეძლო რომ აქაც არ მეპასუხა. და არ გცოდნოდათ ეს ამბავი, რაც არ მიმეყოლია თქვენზე. მაგრამ სულ თავიდან დავიწყებ, რახან ესე არის, რომ მე მგონი არ ესიამოვნათ ის, რომ ვთქვი, რომ ლიკა და ისინი გაცებულები იყვნენ და მე მაგიტომ არ მივედი, რომ ძლივს მხოლოდ ერთხელ იყვნენ ჩემი შვილები გაცებულები და მარტო ჩემი შვილები არა, ხუთივემ გამოვიარეთ ეს ყველაფერი იცით. და არ მინდოდა მეთქი, რომ ისევ ვირუსი შეყუროდა. და ესეთი კომენტარი დაიწერა, რომ სულ მოვსთქვამდი, ლაივიც ჩავტიროდი. ხო და როგორი წელი გქონდა წელს, გაგვითემდა თუ მოკლედ ესეთი რაღაცეები. ეს ვიდეო რატომაც ჩაიწერა, გეტყვით მე მაგას და იმ ვიდეოში დევს ეგ ლაივი და მოისმინეთ, გადახედეთ, რომ მე ვტირი ადამიანის გამო, რომელზეც ვერ ვიტყოდი თუ რა მოხდა, იმიტომ რომ არ იცოდნენ მაშინ და სადღაც 1 თვის მერე თუ 2 თვის მერე გაიგო დედაჩემმა ეს ყველაფერი სიმართლე, ამიტომ ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ იმ დღეს მომხდარი ამბავი იყო. რაც შეეხება იმას, რომ ვიდეო ჩაწერეო, რომ მოკლედ ძალიან ცუდია, რომ ესე კომენტარს ვერ გადავიკითხო, მაგრამ აზრს ვიტყვი, ვიდეო ჩაწერეო, რომ კლინიკიდან კლინიკაში დავდივართ და ეს როგორი წელი გავგვითენდა და ასე შემდეგ. ტიროდიო ამის გამო და მოსთქვამდი. დამიწერა ერთმა ადამიანმა, რომლისგანაც არ მახსოვს ცუდი კომენტარი და ცოტა არ იყოს ისეთი ნაწერი ქონდა მანამდეც ერთი რომ დაწერა, პასუხი რო გავიცი, მიუხედავად იმისა, კიდევ მსგავსად რო დამიწერა, აი მაგიტომაც პასუხობ ახლა. არავინ არ მინდა რომ რამე ცუდი ვინმეზე დაწეროთ, უბრალოდ მე ამ ადამიანს კი ვუპასუხე, მაგრამ რახან არ მომიყვანია ეგ ამბავი თქვენზე და აი მოგიყვებით. გადამავიწყდა რომ მომეყოლა სიმართლე რომ გითხრათ. მაგრამ ერთი იქიდან დავიწყებ, ჩემი ვიდეოები რაც დევს, ერთხელ ვიყავით ყველანი ერთად გაცებულები და ვიყავით კლინიკაში. მერე უბრალოდ ანალიზებზე წავიყვანე ბავშვები, იცით, მაინტერესებდა, გემოგლობინი ხო არ ქონდა დაბალი ან რაღაცა, მოკლედ არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ წავიყვანე ანალიზებზე, ეგეც მახსოვს. და მერე კეკას შაქარი რო დაუვარდა, გაციება მახსოვს, მაგრამ მე ექიმთან არ წამიყვანია ბავშვები და ჩემით აი აქ რაც ძლიერი წამლები ქონდა ექიმს გამოწერილი და კარგი ძვირიანი გაჩვენეთ და ის ვიყიდე და იმით უმკურნალი ჩემით და ღვთისწყალობით ძალიან კარგად გამოვიდნენ და გამოჯამთილდნენ, მადლობა ღმერთს. ეგ იყო და ეგ. არის ვიდეოები და მე მეტი გაციება არ მახსოვს ჩემი შვილების, მიუხედავად იმისა, რომ ვამბობ, სკლეროზი მაქვს თქო, მაგრამ არ მახსოვს. ადა რომ მოხდა, ამასაც მიწერს, ადა არ გყავდაო საავადმყოფოშიო და ერთი ღამით რომ დავრჩით, ანუ ღამე რო წავედით და ის ღამე რო დაგტოვეს იქ და მითხრეს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს ბავშვსო. ეგეც ვთქვი მე, მაგრამ მე ბავშვს ჩვეულებრივად როგორც ვირუსი ისე გაუგრძელდა და კაც უბრალოდ რაც მქონდა ისინი მოახმარეთ, თორე ექიმთან არ მომიყვანია ბავშვი. აი ეს დამიწერა ადამიანმა და მერე გეკასეც, რომ გეკაც კლინიკაში მყავდა. კლინიკაში მყავდა, იმიტომ რომ შაქარი დავარდნილი ქონდა ბავშვს და რომ ჩასწინებოდა ბავშვს კომაში ჩავარდებოდა, ასე რომ
შაქარზე დაიტესტა და ყველაფერი და არაფერი ჩვეულებრივად არ ვიცით რამ გამოიწვია. აი ეს ყველაფერი მოგიყევით, მაგრამ იმ დღეს, როდესაც ეს ადამიანი რომ მიწერს მე ლაივი ჩართე და ტიროდი და მოსთქვამდიო. როგორ მივიღე ეს კომენტარი, იცით, ამ ადამიანისგან, რომ თითქოს და ისე დაწერა, რომ მე ვინმეს თავს ვაცოდებ. და გეტყვით ახლა რა მოხდა იმ დღეს. გეგა რომ წავიყვანეთ საავადმყოფოში, დედაჩემმა დამირეკა. წესიერად ვერ დაველაპარაკე, ტიროდი. არც მახსოვს წესიერად რა ვუთხარი, უბრალოდ ვუთხარი, რომ გეგა უგუნოდ იყო და უბრალოდ არ რეაგირებდა არაფერზე. ჩემი ძმა ჯარისკაცი არის, იცით. 6-ზე რო გამოდის იქიდან ტაქსაობდა ხამის 3-4 საათამდე, დილით 7-ზე იქ იყო სამსახურში ჯარში და მოკლედ ამდენი გადაღლილობა ქონდა რა მოკლედ ადამიანს. ძმა მყავს ერთადერთი საფიცარი. ეს რო გაიგო, დედაჩემი, ჩემი რძალი, ჩემი ძმა ჩამოვიდნენ სასწრაფოდ, რომ ჩვენთან ყოფილიყვნენ. მერე გეგას რო უკვე მოუგვარდა, ყველაფერი კარგად იყო და რო გამოგვიშვეს რამოდენიმე საათში, დიდხანს არ ყოფილვარ, სადღაც ალბათ 3 საათი ვიყავით. არა მგონია მეტი რო ყოფილიყავით, მოკლედ არ მახსოვს ზუსტად, ტყუილები არ მინდა. ზუსტად არ მახსოვს, ვერ მოგატყუა. ხო და მე საჭმელი გავუმზადე, აქეთ მოგვიყვანეს, ჩემმა ძმამ, დედაჩემი, ჩემი რძალი იყვნენ აქ და საჭმელი გავუმზადე, რაღაცა ვაჭამე ამაც და ჩემმა ძმამ წავალო მეო, წავიტაქსავებო, კიდევ საქმე არისო, ჩემთვის ეხაო 2 კაპიკიო და დედაჩემი ეხვეწებოდა, რომ გოდერძიო გეძინებაო შენო და დაიძინეო, ცოტა წაუძინეო აქ დათიასთანო და მერე წადიო და არაფრით ადამ არ მოასვენა აქ. იქეთ რო გასულიყო საწოლო თაღში, შეიძლება კი შესულიყვნენ ბავშვები, მაგრამ გამოუშვებდი აქეთ. რამეს მოვახერხებდი, თუმცა აწიგვიანია ამაზე საუბარი. და ჩემი ძმა წავიდა, ჩემმა მუხამ დედაჩემი და ისინი სადგურში მიიყვანა, რომ სახლში წასულიყვნენ და სადღაც 9 საათი არ არის გასული და მუხრანი მირეკავს, რომ შენს ძმას ავარია მოუვიდა. ამიტომ ტიროდი ხალხო, აი მაგითო, როგორია ერთადერთი ძმა გყავს, მნიშვნელობა არა აქვს, გინდა რამოდენიმე გყოლო და მაინც ძმა არის. მე არ მითქვია, არ მომიყვებია ეს ყველაფერი და როგორია ყველაფერი გულში გაქვს, ვერავის ვერ უყვები და დედა შენს არ უთხრაო არაფრითო მე მივდივარო შენს ძმასთან. მოკლედ, ეს იყო ის ვიდეო იყო ჩემს ძმაზე, რომ მართლა მთელი ბავშვობა გვიწევდა მუშაობა, არასოდეს სათამაშო ჩვენ არ მოგვითხოვია, არაფერი მოკლედ სხვა ბავშვებს კი იმ დროს ყველას უჭირდა, მაგრამ რო გქონდათ ისე არ იყო. არც კი ვითხოვდით, მინიმალურსაც კი, თითქმის არაფერს სიმართლე რო გითხრათ. სულ მუშაობდით, ყანა იყო, ბოსტანი იყო, შეშა იყო, ჩემი ძმა, ჩვენც, ასე რომ სულ მაინც პრობლემები აქვს. აქაც ხო გეუბნებით, ჯარში არის. იქიდან გამოდის ღამის 3 საათამდე 4-მდე ტაქსაობდა და მაგითო მოვიდა ეგეთი რაღაცა. კიდევ კარგი რომ არც თვითონ მოვიდა რამე, არც იმათ ვისაც დაეჯახა.
ეს იყო ადამიანო ჩემი პრობლემა და ნუ გამოგაცდევინოს. ძალიან აი გული როგორი მეტკინა ვერ წარმოიდგენ იმ შენს კომენტარზე, რომელიც დამიწერე, რომ თითქოს ისე გამოგივიდა შენი კომენტარი, თითქოს მე იმიტომ მტიროდი და მოვსთქვამდი, ეგეთი ვიდეო არის თან ლაივი ჩართე, რომ ვინმეს თავს ვაცოდებ. ვერ მოგართვით. ღმერთმა არ გამაკეთებინოს მსგავსი. ჯარი. ასე რომ შენი მოკლედ მუხა წავიდა. მიხარია რომ მუხრანისნაირი ჰყავს ჩემს მას. იმიტომ რომ როცა უჭირს ყოველთვის არასოდეს უკან არაფერზე არ იხევს. მიუხედავად იმისა, რომ აი ესე ვართ ჰაერში, მიუხედავად იმისა. ასე რომ ეგ იყო ხალხო, ეგ იყო და ეგ არ მომიყოლია, ეგ რამოდენიმე გამომწერმა იცოდა, მაგრამ მე არ მომიყოლია და როგორია დედა ჩემი მირეკავს, სახს ვალაგებდი მე იმ მომენტში მუხამ რომ დამირეკა. აი გიჟივით ამიტყდა. როგორი იცი? ხმამაღალი. ტირილი. თითქოს და ღმერთს აყვედურობდი. მართალია, საყვედურობდი. იმიტომ რომ რატომ იმსახურება ჩემი ძმასეც? რატომ ამდენი კითხვები მოწუხებდა, რატომ? ისესი. ადამიანებს უბრალოდ ყოველთვის გეუბნებით და ყოველთვის გთხოვდით იმას, რომ ნუ აკეთებთ ისეთ რამეზე დასკვნებს, რაც არ იცით. ზუსტად. ანა თუ იმ ლაივს მოусმინეთ, რატომ არ დაიწერა? დათია რა მოხდა? ვის რა შეემთხვა? რა პრობლემა გაქვს? ხო არ დაწერილა? დაწერილა. როგორია დედა ჩემი მირეკავს, რომ მუხრანისე გოდერძიმ დაურეკაო და 100-იანი ავარია მოუვიდა მაგასო. ვინმეს დაეჯახაო ალბათო. თვითონაც დაიმტვრა, სხვაც დაამტვრია, ყველაფერს აქეთ რო გეუბნება. მუხრანი გაგიშებული იყო. აი როგორ ყველაფერი დეტალურად მომიყვა. დედაჩემ. და არაფრის დიდებით მუხრანიმაც როგორღაც თითქოს დავაჯრეო, მაგრამ არა, შენც არ მეუბნები, ვიცი რომ ავარია მოუვიდაო. მითხარიო. არავინ არ იცოდა სანამ ჩემმა ძმამ იმ ადამიანს მანქანა არ უყიდა, ვალი არ გაისტუმრა, მაგრამ ჯერჯერობით იხდის ზედმეტ პროცენტიანს და ასე შემდეგ. აი ეგ იყო. იმის მიზეზი, რატომაც მოვსთქვამდი და თუ გაინტერესებს, რახან ეს ლაივი მე შენ მიხსენე, დაუბრუნდი მაგ ლაივს, მოისმინე ბოლომდე. მე ვამბობ მანდ, რომ ვერ ვიტყვი. და რა თქმა უნდა, ცუდი წელი იყო ჩემთვის, ასეთი რაღაცა რომ მოხდა. არა, უარესი. თან როგორი არის იცით, ჩემი ძმა? სულ სხვებზე გადაყოლილი. და როცა უჯერს მარტო მუხრანი. ასე რომ ეგ იყო ძვირფასებო ჩემი წუხილის მიზეზი. არავის თავს არ გაწოდებთ, ღმერთმა ნუ დამაჭიროს.
არ მჭირდება არავის თავის შეცოდება. რომ მჭირდებოდა მაშინ არ შემიცოდები არავის თავი. ჩემი დგებოდი. ჩემი დგავდიოდი იმას, რაც მე მქონდა გასავლელი. ასე რომ ვიღაცაში არ შეკეშალოთ. ნო. მოკლედ ეს იყო. წავედი. წავედი.